ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასე იუკნევიჩიანის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში. მივესალმებით კომისიის გადაწყვეტილებას შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის, რაც 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში გამოიყენება 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული და უფრო მოქნილი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად. ქართული ოცნების რეჟიმის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით განხორციელებული ქმედების შედეგად რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება. მოუწოდებთ კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში. აღნიშნულია რეზოლუციაში.